კიდევ ერთი სიგიჟე რაც არის. ეს კოორდინატები მეფზე არის გიზის პირამიდის კოორდინატები ზუსტად. სინათლის სიჩქარე არის 300,000 კილომეტრი წამში, მაგრამ 300,000 ვამბობთ დამრგვალებულად. სინამდვილეში არის 299,792 კილომეტრი წამში. შეგვიძლია ამასაც დამთხევა დაუძახოთ, მაგრამ ახლა ისეთ რაღაცებს გეტყვით, რომ იმას ვერ დაუძახებთ დამთხევას. მაგალითად, დამთხევას ვერ დაუძახებთ იმას, რომ პირამიდის ორიენტირი არის სრულიად სიგიჟე რამე, მაგრამ ეგ რომ გავიგოთ, მანამდე ახსნი რაღაცას. ჩრდილოეთი ზოგადად არსებობს ორი. ერთი არის გეოგრაფიული ნამდვილი ჩრდილოეთი და მეორე არის მაგნიტური ჩრდილოეთი. გეოგრაფიული ნამდვილი ჩრდილოეთი იგივე True North არის დედამიწის ღერძის ის წერტილი, სადაც პლანეტის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძი კვეთს დედამიწის ზედაპირს. მეორე მაგნიტური ჩრდილოეთი, Magnetic North არის ადგილი, სადაც კომპასი მიანიშნებს ჩრდილოეთს. ეს წერტილი გამუდმებით იცვლის პოზიციას და განსხვავდება ნამდვილი ჩრდილოეთისგან. დიდი პირამიდა, გიზის მთავარი პირამიდა, მიმართულია გეოგრაფიული ნამდვილი ჩრდილოეთისკენ და არა მაგნიტურისკენ. ემთხვევა ისე ზუსტად, რომ ცდომილება მხოლოდ 0.5 გრადუსია. ასეთი დოზის ცდომილება 4500 წლის წინ აგებული ნაგებობისთვის. აი როგორი წარმოუდგენელია, იცით, აი სიტყვები არ ყოფნის. ახლა მაგალითად შენობებს რომ აშენებენ და თანამედროვე გეოდეზურ მოწყობილობებს იყენებენ, რომელიც GPS-ზეა ოპტიმიზირებული, მაგათ უფრო მეტი ცდომილება აქვთ ხოლმე, ვიდრე პირამიდას აქვს. მაგალითად, პარიზის თანამედროვე ობსერვატორია რომ ააშენეს, ეგ ობსერვატორია არის გასწორებული პარიზის მერიდიანის ხაზზე. სიგიჟეა, მაგრამ ეს პარიზის თანამედროვე ობსერვატორია რომ შეადარო გრადუსებით პირამიდას, პირამიდა უფრო სწორად არის აგებული, ვიდრე პარიზის თანამედროვე ობსერვატორია. თან ობსერვატორია ხო ჩვეულებრივ შენობა არ არის. ობსერვატორიაზე ყველაზე მეტად მოინდომებდნენ, რომ გაესწორებინათ.